საზღვაო გზების გეოგრაფია მომავალ მეზღვაურებს ასწავლის სოციალურ, ეკონომიკურ, საფინანსო, გეოპოლიტიკურ საკითხებს. განსაკუთრებით გამოკვეთილია კონტენტი ოკეანეების, ზღვების, სრუტეების, არხების, ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, ნავსადგურების, საზღვაო გზების და შავი ზღვის აკვატორიის შესახებ. საზღვაო გზების გეოგრაფია იზრდის მომავალი მეზღვაურების ინტელექტუალურ პოტენციალს, უვითარებს საჭირო უნარ ჩვევებს და აზრდის მის პრესტიჟს საერთაშორისო მასშტაბით. იცოდით თუ არა, რომ კაპოტაჟური საზღვაო გზები ეწოდება გზებს, რომლებიც განლაგებულია ერთი სახელმწიფო სპორტებს შორის? იცოდით თუ არა, რომ ბათუმის პორტი მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ნავთობის გადაზიდვის ლიდერი იყო, რომელიც დედამიწის მარაგების 50% შეადგენდა. იცოდით თუ არა, რომ კოროს ზღვა, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, კრისტალურად სუფთა წყლებისგან შედგება? იცოდით თუ არა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ლა-მანშის სრუტის ქვეშ გაყვანილია საკინიზო გვირაბი 52.5 კილომეტრის სიგრძით და მისგან 38 კილომეტრის წყლის გადის. იცოდით, რომ როტერდამის პორტი არის უდიდესი ევროპაში და მას უკავია მე-4 ადგილი მსოფლიოს უდიდეს პორტებს შორის. ის 80 კილომეტრზეა განფენილი და წლის განმავლობაში გადაამუშავებს 530 მილიონ ტონაზე მეტს. იცოდით თუ არა, რომ ლა-მანშის სრუტე კატასტროფული ეროზიის მიერ ცარცოვანი ნიადაგის დალეკვრის შედეგად შეიქმნა, რომელიც ყოველდღურად ფართოვდება ტალღების მიერ ცარცოვანი კედლების ჩამონაცვლის გამო.